მოძრაობა დაიცავი ილიაუნის მიერ დაწყებული უწყვეტი ლაივ მარათონი, რომლის დროსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1,670,938 ლარი შეგროვდა გუშინ საღამოს დასრულდა. უწყვეტი ლაივი და მარათონი 100 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეგროვებული თანხა ბავშვების ოჯახებს სრულად გადაერიცხათ. ამ თანხით შესაძლებელი იქნება სასუნთქი აპარატების ადაპტირებული საწოლების, ეტლებისა და მედიკამენტების შეძენა, ასევე აუცილებელი ოპერაციებისა და მასაჟების დაფინანსება. მიუხედავად მარათონის დასრულებისა, დაიცავი ილიაუნის ფონდი თანხის შეგროვებას არ წყვეტს. Ჩვენ სანგარისზე ამ დროის მონაცემებით არის 1,670,938 ლარი და 48 თეთრი. მეგნებულად ვახსენებ 48 თეთრი, იმიტომ რომ ჩვენ ანგარიშებზე ირიცხებოდა 50 თეთრი, ლარი და 13 თეთრი. რაც უნდა გაეკეთებინა სახელმწიფო, გააკეთა ქართველმა ხალხმა და მინდა გთხოვო, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა, რათა დავიწყოთ ჩვენი ქვეყანა. ახლა საქართველო არის როგორც არასდროს ერთიანი. ამიტომ პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ამ ქვეყანაში ძალაუფლების წყაროს, ამ ქვეყნის ბატონ პატრონს, მის აღმატებულება ქართველ ხალხს. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. TSU-ს, JIPA-ს, თავისუფალი უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მთელი ამ დღეებისგან კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს. მადლობა! 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 სტუდენტების მიერ დაწყებული მარათონი გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის წინ დასრულდა. მანამდე რუსთაველის გამზირზე დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი მსვლელობა გაიმართა. მასში დიუშენით დაავადებული ბავშვები, მათი მშობლები, სტუდენტები და სხვა მოქალაქეები მონაწილეობდნენ და დიუშენის სამკურნალო წამლების შემოტანას ითხოვდნენ. საბოლოოდ მსვლელობის მონაწილეები ფეხით მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ, სადაც უკვე თვეზე მეტია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ღამეებს ათენებენ. მინდა გადავხადო მადლობა ილიაუნის სტუდენტებს, რომლებიც ჩვენგან დღე-ღამეს ათენებენ და გვერდში გვიდგანან. და მინდა გადავხადო იმ საზოგადოებას მადლობა, ვინც არ დაიზარა და დაგვეხმარა ამ რთულ მომენტში. და ძალიან ბედნიერები ვართ ჩვენ, რომ ამხელა გვერდში დგომა გვაქვს ადამიანებისგან და ვაფასებთ ამას. წამალი ბავშვებს. ჩვენ ყველანი ვართ პოზიტიურად დამუხტულები. იმ შედეგიდან გამომდინარე, რაც გააკეთა ჩვენმა ახალგაზრდობამ, ჩვენმა მოსახლეობამ. გულწრფელი მხარდაჭერა, სოლიდარობა, 2 დღის განმავლობაში უპრეცედენტო თანხა შეგროვდა გააკეთა სტუდენტებმა ის, რაც ვერ გააკეთა სახელმწიფომ ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ის საჭიროებები, რაც იყო აქამდე საჭირო და ვერ მიეტოდებოდა, საზოგადოებამ შეძლო რეგიონებში ადამიანები, რომლებიც არიან თვითდასაქმებული, ერთი დღის შემოსავალს რიცხავენ ამ ფონდში. ადამიანები, რომლებიც აკლებენ თავიანთ ოჯახებს და ბოლო თეთრებს რიცხავენ. ამით რა ხდება? ერთგვარი რეფერენდუმი ჩატარდა, რომ ეს ბავშვები უნდა გადარჩნენ აუცილებლად. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობასა და ფატალურ შედეგს იწვევს. საინიციატივო ჯგუფის ცნობით, საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს.